წარმოიდგინე შენი მყოფები უკაცრიელ ადგილას უმკაცრეს პირობებში დედამიწაზე, კონკრეტულად ანტარქტიდაზე, -40 გრადუს ყინვაში, სამეცნიერო ექსპედიციაში, უახლოესი ცივილიზაცია 1000 კილომეტრით მოშორებითაა ატლანტიკის ოკეანის მიღმა და უცბად შენ გრძნობ ტკივილს. ტკივილს მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტში, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება. შენ იმედოვნებ, რომ ეს ტკივილი გაივლის, თუმცა დარწმუნებული ხარ და ზუსტად იცი საიდან მოდის ეს ტკივილი და ისიც ზუსტად იცი, რომ ეს ტკივილი არ გაივლის და ეს ყველაფერი დაკავშირებულია სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობასთან. კონკრეტულად ეს არის აპენდიციტი, ანუ ჭიანაწლავის ანთება, უმეტესი თქვენგანი ამას ბრმანაწლავის სახელწოდებით იცნობს. ჩვეულებრივ სამყაროში ხშირი და რუტინული შემთხვევა, თუმცა ანტარქტიდაზე უმკაცრეს პირობებში სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. თუ არაფერს მოიმოქმედებ, ამ დროს ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს შენი სიკვდილი. ლეონიდ როგოზოვს, ახალგაზრდა ქირურგს, მხოლოდ ერთი გამოსავალი ჰქონდა ამ სიტუაციაში, კონკრეტულად ჩაეტარებინა ოპერაცია საკუთარ თავზე. დღეს მოგიყვებით დაუჯერებელ ისტორიას ახალგაზრდა ქირურგზე, რომელმაც საკუთარი ჭიანაწლავი თვითონ ამოიჭრა და ამით თავი უეჭველი სიკვდილისგან გადაირჩინა. სანამ ამ წარმოუდგენლად მაგარ ისტორიაზე გადავალ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენგან ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია. ეს მოხდა 1961 წელს ანტარქტიდაზე საბჭოთა კვლევით სადგურზე, სახელად ნოვოლაზარევსკაია. ამ წელს ზამთარი ანტარქტიდაზე მარტში დაიწყო. ზამთარი კი ანტარქტიდაზე გულისხმობს წარმოუდგენლად უმკაცრეს პირობებს, -40 გრადუს ყინვას, ყინულის ქარიშხლებს და რაც მთავარია, სრულ იზოლაციას გარე სამყაროსგან. სანამ უშუალოდ ამ წარმოუდგენელ შემთხვევაზე გადავალთ, მოგიყვებით ლეონიდ როგოზოვზე, ანუ იმ ახალგაზრდა ქირურგზე, რომელმაც საკუთარ თავზე ჩაიტარა ოპერაცია. ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც 1934 წელს ერთ ჩვეულებრივ ღარიბ ოჯახში დაიბადა. მისი მამა მეორე მსოფლიო ომში შეეწირა, მან კი ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის სიღარიბეში გაატარა. თუმცა ამ მკაცრმა პირობებმა და ბავშვობამ მას დისციპლინა ასწავლა და დამოუკიდებლობა, რომელიც შემდეგ მომავალ ცხოვრებაში მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვისებები აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ღარიბი ოჯახიდან მოდიოდა, მას ამბიციები ჰქონდა, რომ ესწავლა მედიცინა და გამხდარიყო ქირურგი. სწორედ ამ ამბიციებმა გააბედინა მას, რომ იმ დროისთვის ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ინსტიტუტში, კონკრეტულად პავლოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში, ლენინგრადში ჩაებარებინა. მან გამოცდაზე უმაღლესი ქულები დაიმსახურა და მისი თანაკურსელები და ლექტორები მას ახასიათებდნენ როგორც შვიდ, ანალიტიკურად და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც ასევე შრომის მოყვარეობით გამოირჩეოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, საუკეთესო თვისებები იმისთვის, რომ როგორც ქირურგმა კრიტიკულ სიტუაციაში ცივი გონება შეინარჩუნოს და გადაწყვეტილება ასე მიიღოს. 1960 წელს კი უკვე 27 წლის ლეონიდ როგოზოვი ერთვება საბჭოთა ექსპედიციაში ანტარქტიდაზე თავისი ნებით. მსგავსი ექსპედიციისთვის ეძებდნენ ახალგაზრდა ფიზიკურად ძლიერ ექიმს, რომელსაც უნდა შეძლებოდა არა მხოლოდ მკაცრი ბუნების პირობებში გადარჩენა, არამედ კრიტიკულ სიტუაციებში სხვების დახმარებაც კი და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სწორედ ასეთი კანდიდატი იყო ახალგაზრდა ქირურგი და ყველაფერიც კარგად მიდიოდა, მანამ სანამ 29 აპრილს, ანუ დაახლოებით ექსპედიციის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ თვითონ ქირურგს არ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დაეწყო ეს ტკივილები, რომელზეც უკვე ვიდეოს დასაწყისში გესაუბრეთ. რა თქმა უნდა, მისი პირველი ინსტინქტი და გადაწყვეტილება ეგრევე ოპერაციის გაკეთება არ იქნებოდა. მან სცადა ანტიბიოტიკები, წოლითი რეჟიმი და ყველა ის საშუალება, რომელიც ამ ქირურგიულ გამოსავალს ოდნავ მაინც გადაავადებდა დროში. თუმცა ეს პირველ რიგში თვითონ იცოდა ზუსტად, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ქირურგიული იყო. სხვა შემთხვევაში თუ ის ოპერაციას არ გაიკეთებდა, ჭიანაწლავი მთლიანობას დაკარგავდა, ანუ გასკდებოდა და მუცლის ღრუში მთლიანად გენერალიზებულად განვითარდებოდა ანთება, ანუ პერიტონიტი. რაც შემდეგ ასეთ პირობებში ძალიან მარტივად გადაიზრდებოდა სეფსისში და ბოლოს სიკვდილით დამთავრდებოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო მოვლენებმა განვითარება. კონკრეტულად მას განუვითარდა მაღალი ტემპერატურა, რასაც ასევე დაემატა გულისრევა, სისუსტის შეგრძნება და აქ უკვე ხვდებოდა ახალგაზრდა ქირურგი, რომ მისი დრო იწურებოდა და საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღება. და სწორედ ამ ნიშნებზე დაყრდნობით ლეონიდ როგოზოვმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეკეთებინა ოპერაცია საკუთარ თავზე. ეს არ იყო არც გმირობა და არც დრამა, ეს იყო უბრალოდ რაციონალურად მიღებული გადაწყვეტილება საკუთარი თავის გადასარჩენად. საკუთარ თავზე ოპერაციის გაკეთება საკმარისად წარმოუდგენელია, მას რომ გამოვაკლოთ ეს პირობები, რაც ანტარქტიდაზეა და ასევე ის პირობები, რომ მის გარშემო არავინ არ იყო, ვისაც სამედიცინო განათლება ჰქონდა. შესაბამისად, სანამ ოპერაციას დაიწყებდა, მას უნდა მოეხერხებინა ის, რომ ორი დამხმარისთვის, რომელიც ერთი მეტეოროლოგი იყო და მეორე მექანიკოსი,
ვირუსი აეხსნა კონკრეტულად ოპერაციის მიმდინარეობა და რა დახმარება დასჭირდებოდა მათგან მას. ეს ნაწილი ამ ქირურგიულ პროცედურაში გადამწყვეტი იყო, გეცოდინებათ ალბათ რა შეიძლება მოხდეს თუ ასისტენტი დაბლა დავარდნილ ინსტრუმენტს მიაწოდებს ამ შემთხვევაში ქირურგს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საკუთარ თავზე იტარებენ ოპერაციას. მათი დავალება იყო შემდეგი: უნდა მიეწოდებინათ ლეონიდისთვის ინსტრუმენტები, უნდა მოეხერხებინათ და კარგი განათება შეექმნათ მისთვის და ყველაზე მთავარი, სარკე, რომ მას შეძლებოდა და დაენახა რა ხდებოდა უშუალოდ განაკვეთში. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ იმ შემთხვევაში თუ ლეონიდი ოპერაციის განმავლობაში შეუძლოდ გახდებოდა, მათ ჰქონდათ გამზადებული ადრენალინის შპრიცი. ეს იმისთვის, რომ გაეკეთებინათ ინექცია და მას შეძლებოდა ოპერაციის გაგრძელება. აქ ერთი წარმოუდგენელი დეტალია კიდე, რომელიც არ აღმინიშნავს აქამდე და კონკრეტულად ამ სიტუაციაში არ მიხსენებია ანესთეზიოლოგი და გაუტკივარება. დღესდღეობით აპენდექტომიის დროს, რა თქმა უნდა, ადამიანს ზოგადი ანესთეზია აქვს გაკეთებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თავის ტვინი ვერ აღიქვამს ვერც ტკივილის იმპულსს, ამასთან ადამიანი ჰიპნოზშია და საერთოდ არ ახსოვს ის პერიოდი, რა პერიოდშიც მას ოპერაცია უკეთდება. რაც შეეხება ლეონიდს, ის რა თქმა უნდა ზოგად ანესთეზიას ვერ გაიკეთებდა, რადგან ამ შემთხვევაში აღარ იარსებებდა ქირურგი, რომელიც მას ოპერაციას გაუკეთებდა. შესაბამისად, მას უნდა მოეხერხებინა და ჭრილობის ყველა შრე ადგილობრივი გაუტკივარებით გაეყუჩებინა და ქსოვილების შრეების პრეპარირებასთან ერთად პარალელურად თვითონ ეკონტროლებინა ამ ტკივილის დონე და გაუტკივარების ხარისხი. ანუ ხვდებით ხო, რამდენად წარმოუდგენელ პირობებზეა საუბარი და რამდენად დიდ სირთულეს უკავშირდება ეს ოპერაცია. მაგრამ ჯერ არ მივსულვართ იქამდე, სადაც ეს სირთულე მთლიანად იკვრება. კონკრეტულად გულისხმობს სარკეს, რომელიც მოკლედ ვახსენე უკვე. სარკის დახმარებით ოპერაციის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩვენი მოძრაობა სარკისებურად აირეკლება, ჩვენ ვხედავთ იმ მოქმედების საპირისპიროს, რასაც სინამდვილეში ვაკეთებთ. ანუ ჩვეულებრივ დროს ადამიანს ალბათ უმრავლესობას გამოცდილი გექნება წვერის და თმის შესწორება უჭირს სარკეში. ამ შემთხვევაში კი საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ქირურგიულ პროცედურაზე, რომლის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს გართულება, სისხლდენა, რომელიც ქირურგმა უმოკლეს დროში უნდა მართოს და ეს ყველაფერი სარკისებრი გამოსახულებით. მოკლედ მან აუხსნა თავის ასისტენტებს ყველა ეტაპი, ჩაიტარა კანის გაუტკივარება ლოკალური ანესთეზიით და გააკეთა განაკვეთი. მას ეს ლოკალური გაუტკივარება რა თქმა უნდა ეხმარება, თუმცა რაც უფრო ღრმად მიიწევს განაკვეთში და ასე ვთქვათ აპრეპარირებს სხვადასხვა ქსოვილის შრეებს, ეს პროცესი მით უფრო გაუსაძლესი ხდება. რამდენიმე წუთის შემდეგ მას თავბრუ ეხვევა, თვალებში უბნელდება და წყვეტს ოპერაციას და დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ისვენებს, რათა ასე ვთქვათ თავი მოუყაროს ამ თავის სიძლიერეს, კონცენტრაციას და კიდევ ერთხელ გაიაზროს ის, რომ მისი ერთადერთი იმედი ამ სიტუაციაში საკუთარი თავი და ქირურგიული უნარებია. შემდეგ აგრძელებს ის ისევ ოპერაციას და პერიოდულად აკეთებს ამ მოკლე შესვენებებს, რათა მოიკრიბოს ძალები და დადგა კრიტიკული მომენტიც. ის ხსნის მუცლის ღრუს და მარცხენა ხელით ცდილობს მოძებნოს მსხვილი ნაწლავი, რათა შემდეგ გაუყვეს მის დასაწყის და დასაწყის ნაწილში ბრმა ნაწლავთან იპოვოს ჭია ნაწლავი, რომელიც მან უნდა ამოკვეთოს. ის პოულობს მსხვილ ნაწლავს, მიადგება ბრმა ნაწლავს და ამჩნევს, რომ ბრმა ნაწლავი შესიებულია და ჭია ნაწლავი უკვე თითქმის გასკდომის ზღვარზეა. შემდეგ ის თავის დღიურში აღწერს, რომ კიდევ ერთი დღეც და დიდი ალბათობით ჭია ნაწლავი გასკდებოდა და მას დაემართებოდა ის გართულებების ჯაჭვი, რაც უკვე დასაწყისში ვისაუბრე და სავარაუდოდ ეს პროცესი მისთვის ლეტალურად დასრულდებოდა. ჭია ნაწლავის პოვნის შემდეგ ის ცდილობს, რომ გამოყოს სისხლძარღვები, რომელიც ამ კონკრეტულ სტრუქტურას ამარაგებს სისხლით, ისინი გადაკვეთოს და გადაკვანძოს, რათა უშუალოდ ამ ნაწლავის ნაწილის ამოკვეთა შესაძლებელი გახდეს. ამ პროცესში მას უზიანდება ერთი სისხლძარღვი, რომელიც იწვევს სისხლდენას და სიტუაცია ისევ კრიტიკული ხდება. სისხლდენის პარალელურად მას უარესდება ხედვა, ვეღარ ხედავს ჭრილობაში კონკრეტულად საიდან მოდის ეს სისხლდენა. ამის პარალელურად იზრდება მისი გულისცემის სიხშირე, ის უფრო და უფრო მეტ სისუსტეს გრძნობს და ხელები უკანკალებს. თუმცა ის მაინც ახერხებს ამ აკანკალებული ხელებით იპოვოს უშუალოდ სისხლძარღვის კერა და შეაჩეროს ის. საბოლოოდ შეძლებს ის ჭიანაწლავის ამოკვეთას და დახურავს ჭრილობას შრეობრივად. ეს ყველაფერი კი დაახლოებით 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა. პროცედურა, რომელიც დღევანდელ სამყაროში დაახლოებით 20 წუთს გრძელდება, თითქმის 2 საათიან ჯოჯოხეთად ექცა ახალგაზრდა ქირურგს, რომელსაც ეს პროცედურა მანამდე არაერთხელ წარმატებით ჰქონდა შესრულებული. პირველი 24 საათი ძალიან კრიტიკული იყო, თუმცა განსხვავებით სამედიცინო პერსონალისგან მათ ჰქონდათ ანტიბიოტიკები და სხვა სამედიცინო პროდუქტები, რომელიც დაეხმარებათ
დაეხმარა ქირურგს, რომ ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და ინფექციების პროფილაქტიკა ჩაეტარებინა. დაახლოებით მე-4-მე-5 დღიდან მას აღარანაირი ტემპერატურა არ ჰქონდა და უკვე ფიზიკურადაც ამჩნევდა, რომ ის გამოჯამრთელების გზაზე იყო. 2 კვირის თავზე კი ის შეუერთდა ისევ თავის ჯგუფს და აქტიურად ჩაერთო მუშაობის პროცესში. წარმოუდგენელი რამ არის, წარმოიდგინეთ 2 კვირის გასვლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მან თავის თავზე ჩაიტარა ქირურგიული პროცედურა, მას შეუძლია ისევ სრული ჯანმრთელობით შეუერთდეს თავის ჯგუფს და იმუშაოს. ამ ისტორიაში გასაოცარი ის კი არ არის, რომ ადამიანმა თავის თავზე ჩაიტარა ქირურგიული პროცედურა. არამედ ის, რომ მას მოუწია გვერდით გადაედო ყველანაირი ემოცია, შიში, პანიკა და პირველ რიგში ადამიანური ინსტინქტი, რომელიც დაზიანებაზე დაცვითი რეფლექსებით და პანიკით პასუხობს. და ამ მთლიანი პროცედურის განმავლობაში შეძლებოდა და ემოქმედა ცივი გონებით და რაციონალურად. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო მეგობრებო, ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეოს თემა. დააკომენტარეთ რას ფიქრობთ ამ ადამიანზე და ამ შემთხვევაზე. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და გაუზიარეთ მეგობრებს ეს ვიდეო, რათა უფრო მეტ ადამიანს მიწვდეს ჩვენი არხი და ჩვენი კონტენტი.